საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი შემოგვიერთდა. მამა იაკობ, დაგლოცეთ. ჩვენს გილოცავთ დღეს აღნიშნავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. ყოველი დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობელთან არის დაკავშირებული, ძალიან ძვირფასია ქართველებისთვის, ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ძალიან გვიყვარს ბუნებრივი ეს დღესასწაულები და განსაკუთრებულად ვზეიმობთ, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრია ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებული სიყვარული და სასუება გვაქვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. რაც შეეხება დღევანდელ დღესასწაულს, სწორედ ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე არზე გვინდა რომ ვისაუბროთ, აი რას მოასწავებდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება 3 წლის ასაკში და ის თუ როგორც დახვდნენ მას ბუდელი ზაქარია და ღვთისმსახურნი იერუსალიმის წმინდა ტაძარში, იყო თუ არა ეს მოსწავება იმისა, რომ ღვთისმშობელი თავად გახდებოდა ცოცხალი ტაძარი ქრისტესი? მადლობა კითხვისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღესასწაულს, ძალიან დიდია და ღრმა მისი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. და ასევე გვაკავშირებს წმინდა წერილის ცოდნასთან ეს მოვლენა, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა და ტაძრად მიყვანება არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ნაუწყები წმინდა წერილში. მაგრამ ის გარდამოცემა, რომელსაც ეკლესიის სისავსემ მიანიჭა ღვთივსულიერება და აქედან გამომდინარე ავტორიტეტულობა და მიიჩნია, რომ ეს უნდა შეწყნარებულიყო ეს გარდამოცემა, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩდება კითხვა, რამ განაპირობა ეს? ყველა ეს გარდამოცემა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებასთან თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობასთან დაკავშირებით დაკავშირებული არის წმინდა წერილის ტრადიციასთან, ძველათქმისეულ სჯულთან, რომელიც მაცხოვნებლად მიემადლა ადამიანს და რადგან არანაირი წინააღმდეგობა სჯულდებით სწავლებასთან ამ გარდამოცემასა და სჯულს შორის არ არის, აქედან გამომდინარე მიიღო ეკლესიამ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ აი ამ სწავლებას და გარდამოცემას, რომელიც უკავშირდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას. ჩვენ ვიცით, რომ მისი მამა ზაქარია და ასევე დედა ელისაბედი არის იმ მდგომარეობაში, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა ძველი აღთქმის სწავლებიდან გამომდინარე. ანუ უშვილო მდგომარეობა, ბერწობა და სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში და მშობლებთან არ არის ნათქვამი, რა თქმა უნდა, მაგრამ იოანე ნათლისმცემლის მშობლებთან დაკავშირებით წმინდა წერილი ამბობს, რომ გარდასრული იყო დღეთა მისთა. ეს ნიშნავს იმას, რომ ანატომიური ასაკი შვილიერებისა მათ აღარ ჰქონდათ და უამრავი კითხვა მათთან მიმართებაში ჩნდებოდა. აი ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ზნეობასთან და სულიერებასთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ მათი მსოფლმხედველობა, რა თქმა უნდა, პირდაპირ პარალელს და კავშირს აი ამასთან ავლენდა, რომ თუ ადამიანი სულიერია და ღვთის მადლით ცხოვრობს და სათნო ეყოფა უფალს, რატომაა დაბრკოლებული მისი შვილიერება. აი ეს მსოფლმხედველობა, ძველათქმისეული კატეგორიებით ხელმძღვანელობა შეიძლება ითქვას, მოწაფეთა შორისაც ვლინდება, როდესაც ნახეს ყრმა, რომელსაც ჰქონდა უძლურება, მოწაფეები ეკითხებიან, რაბი, ვინ სწოდა ამან, ანუ მშობელთა ამისთა. აქედან გამომდინარე აი ეს გამორჩეული და გამორჩეულობის სიმძიმე, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამ ოჯახს თან სდევდა, გამორჩეულები იყვნენ თავიანთი აი ამ მძიმე მდგომარეობით და მისმა მამამ ზაქარიამ გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებული მოღვაწეობის ფორმა ეტვირთა, ანუ ემარხა, აღთქმა დაედო ღვთის წინაშე და აი ამ განსაკუთრებული სჯულზე აღმატებული პირადი ღვაწლით და მოღვაწეობით სათნო ყოფოდა ღმერთს და მიმადლებოდა ამის ყვალობაზე შვილ. აი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მისი ეს სათხოვარი, მისი ეს მოღვაწეობა შეიწირა უფალმა და ყველა ის საყვედრებელი გარემოება, ასე ვთქვათ, გაქარწყლდა და ვეღარ იტყოდნენ იმას, რომ არ იყვნენ სათნო ადამიანები და მადლმოსილი ცხოვრების მქონე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 3 წლამდე, 1 წლის როდესაც შესრულდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გარდამოცემის თანახმად, ამ გარდამოცემა ზოგიერთი აპოკრიფსას უწოდებს, მაგრამ ეს აპოკრიფი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ არის შეწყნარებული ეკლესიის სისავსის მიერ, არის ასევე
ღვთისმსულიერ სწავლებად მიჩნეული და კანონიკური წიგნების რანგი აქვს შეიძლება ითქვას, ანუ რაც კანონიკურ წიგნებში არის გარდამოცემული წმინდა წერილის მიერ, ასეთი ღირსებითი, ასე ვთქვათ, მიმართება აქვს აი ამ გარდამოცემასაც. და ამ გარდამოცემის თანახმად, როდესაც 1 წლის შესრულდა, უამრავი ადამიანი იყო მიწვეული ზაქარიას სახლში, მათ შორის სასულიერო პირები, ლევიტელები, ჯულის მცოდნეები, ყველა ის ადამიანი, რომელიც წესიერი და წმინდა ცხოვრებით ცდილობდა ცხოვრებას და ღვთისადმი სათნოყოფას და ესეც არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ებრაული ტრადიცია, რომელიც უნდა აღსრულებულიყო, ეს იყო შვილიერების ლხინება შეიძლება ითქვას და ასევე რა თქმა უნდა 3 წლის შემდეგ მოხდა მისი ტაძარში მიყვანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის ბევრი ნიუანსი დასაფიქრებელი და დასაკვირვებელი. ჩვენ ვიცით რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად არ მიდის, მასთან ერთად მიდიან მისი ასაკის ყრმები, ასევე ასულები, ასევე უпростоრად ბავშვები, გოგონები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის სინამდვილეა, შული ზედმიწევნითაც აღსრულდება, აი ეს ადამიანები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები, ზაქარია და ელისაბედი, თავიანთი მენტალობით, თავიანთი დამოკიდებულებით და სიფაქიზით ავლენენ ახალი აღთქმის ადამიანის და ახალი აღთქმის შულით მასხოვრებელი ადამიანის სიფაქიზით. ანუ ისინი ფიქრობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მდგომარეობაზე, რომ არ გაუძნელდეს მას მშობლებთან გამოთხოვება, ტაძარში დარჩენა, მარტოდ მყოფობა. აი ეს პროცესი სახლიდან, სახლთან გამოთხოვება 3 წლის ასაკში თან და ასე ვთქვათ, დედასთან და მამასთან განშორება და ტაძარში დარჩენა, რომ უმტკივნეულო ყოფილიყო, თავისი თანატოლები მიაცილებენ მას. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი. ეს არის ღვაწლი, რომელიც სრულწლოვანების ასაკში უკვე დაოჯახებულმა აბრაამმა იტვირთა, გამოვედ შენი მამის სახლისაგან, ანუ გამოდი ქალდეველთა ურიდან ესმის აბრაამს და დასრული აბრაამი და მამაკაცი აღასრულებს ამ ღვაწლს. მაშინ, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა 3 წლის ასაკში იტვირთა ეს. და ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა იოანე დამასკელის სწავლება და მისი სწავლების აღსრულების დასაბამი, აი ამ საიდუმლოების დასაბამი იწყება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აი ასეთი დიდი მოღვაწეობით, რომელიც ასე ვთქვათ, სიყრმიდანვე სათნოეყოფოდა ღმერთს და ემორჩილებოდა მას. ჩვენ ვიცით, რომ წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, პირველი დედა ევა ეურჩა უფალს, ანუ მან დაარღვია მცნება და ასევე ყოველთა დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ისმა სიტყვები აჰა მხევალი უფლის, ანუ უკიდურესი ასე ვთქვათ, უკუგდება საფრთხების აღსრულებისა ევას მხრიდან და უკიდურესი სიმდაბლე და მორჩილება ღვთისადმი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ პარალელიზმი ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა იოანე დამასკელის ეს ქადაგება, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებს და სხვა მრავალს ამბობს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი შესავალ სიტყვაში, რასაც აღნიშნავს წმინდა მამა, არის სწორედ აი ეს პარალელიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამით იწყება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მორჩილება ღვთისადმი, წმინდა ცხოვრება და ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით რომ იმისათვის რომ ადამიანის განღრთობა მოხდეს, საჭირო არის გარკვეული ტრადიციის აღსრულება, საჭირო არის ჯულის აღსრულება. აი ამ ასე ვთქვათ, ჯულის აღსრულებისადმი მოწადინებულ ადამიანების გარემოში მყოფობა ადამიანისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მორჩილად მიდის აი ამ გარემოში. და რა თქმა უნდა, ყველა ის ტრადიცია აღესრულება წმინდა წერილის თანახმად და სწავლების თანახმად, რაც ძველ აღთქმაში იყო და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მღვდელმთავარმა დალოცა იგი. და აი ეს დალოცვის ტექსტი, ესეც ასე ვთქვათ, გარდამოცემის თანახმად არის ნაუწყები და ძალიან წააგავს აბრაამთან მიმართებაში ღვთის კურთხევის სიტყვებს, ანუ ის კურთხევა, რომელიც ღმერთმა გააჟღერა აბრაამთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთანაც მსგავსია გაჟღერებული და აი ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში წმინდა წერილის სულის შენარჩუნების მაგალითი. აბრაამთან მიმართებაში არის გაჟღერებული ესეთი სიტყვები, ფაქტიურად პერიფრაზია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევა აბრაამის კურთხევისა. კურთხევით გაკურთხებ შენ და განმრავლებით განგამრავლებ შენ და ნათესავისაგან შენისა იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი. ეს არის აბრაამთან გაჟღერებული და
ის დალოცვა და ის კურთხევა, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში ჟღერდება, ფაქტიურად იგივეა, შეიძლება რამოდენიმე სიტყვა იყოს შეცვლილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოვლადწმინდა თუ კი აბრაამი არის ყოველთა მამა და მისი თესლისაგან წარმოდგა ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, მათ შორის დავითი და დავითის გენეტიკური მემკვიდრე არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, როგორც წმინდა სვიმონ მეტაფრასტი ამბობს, ყოვლითურთ, ანუ სრულად მიიღო ჩვენი კაცობრივი ბუნება, ყოვლითურთ მიიღეთ ბე ჩვენი წმინდათა ქალწულებრივთა სისხლთაგან, ანუ სრულად მიიღო ჩვენი ანატომიური ბუნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან და იმ მემკვიდრევა მაცხოვარმა და როგორც აბრაამი არის ყოველთა მამა და მისგან წარმოსდგა ყოველი, ასე ვთქვათ, ასევე და იკურთხა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე დედათა შორის ყოველი ადამიანი წარმოსდგა და იკურთხა, რა თქმა უნდა, მის მიერ შობილი მისი ძის მიერ. დიახ, მამა იაკობ, მაინც რა იყო ყველაზე უჩვეულო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებასთან დაკავშირებით? აი, რა მოხდა ისეთი, აი, მაგალითად ცნობილია ხომ გარდამოცემის მიხედვით, რომ წმინდათა წმინდაში ტრადიცია, რომ შეიყვანეს 15 საფეხური განვლეს, რომ ტაძარში შეიყვანეს. აი ეს 15 ჯერ პირველი მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველად აღსანიშნი, რომ 15 საფეხური განვლო მან და ზოგიერთს უკვირს, რომ როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო და როგორ შეიძლება 3 წლის ბავშვი ესე დამოუკიდებულად ასულიყო. აქ არის გასათვალისწინებელი ძველაღთქმისეული ტრადიცია. ეს საფეხურები არისო ისეთი საფეხური, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია. და ასევე ტრადიცია რატომ ახსენეთ? თითოეულ საფეხურზე ხდებოდა გალობის წარმოთქმა, ანუ ეს არ ხდებოდა ერთჯერადად, ასე ვთქვათ, არბენა ამ კიბეებზე, არამედ ეს ასვლა იყო სულიერი კიბის სახე, შეიძლება ითქვას, ადამიანის სულიერი დაწინაურების წინა სახე და თან როგორც ადამიანი იზრდება და მტკიცდება სულიერებაში, ასევე მიახლებოდა, ასე ვთქვათ, ძველი აღთქმის მოქალაქე სოლომონის ტაძარს. და აი ეს გეგმარება არქიტექტურული, რომ ჯერ არის სტოა, მერე არის დაუშვათ ტაძარი, შუა ნაწილი და მერე წმინდათა წმიდა. აი ესეც ნიშნავს იმას, ძალიან ბევრ მაგალითად კვიპროსში არის ეს ტრადიცია, რომ ძალიან დიდი ნაწილი მონასტრულ ცხოვრებაში ჟამნები მაგალითად ჯერ სტოაში აღესრულება და მონასტრის წინამძღვარი და საძმო შემდეგ გადადის დაუშვათ შუა ნაწილში და ბოლოს შედის საკურთხეველში. აი ესეთი რამ იყო ძველაღთქმაში და უფრო ხანგრძლივი კიდე თითოეულ საფეხურთან მიმართებაში, როგორც ვთქვით, იგალობებოდა საგალობელი და ნელ-ნელა მიახლებოდნენ, ისევ როგორც თუნდაც ჩვენ სანამ ტაძარში შევალთ, განვეწყობით სულიერად და ფსალმონიდან ვამბობთ სიტყვებს, შევიდეს სახლსა შენსა, თაყვანისთე ტაძარსა წმიდასა შენსა და ამის შემდეგ შევდივართ. მერე კიდე სასულიერო პირი წირვის წინ ამბობს შემთხვევის ლოცვებს და მერე შედის საკურთხეველში. აი ეს, ასე ვთქვათ, ლიტურგიკული ქრონოლოგია აღებულია ძველი აღთქმიდან და ესეთი გაუაზრებელი და სწრაფი მიახლება სიწმინდესთან არ ხდებოდა და ლიტურგიკული დამყოვრებით შეიძლება ითქვას, ანუ რაღაცა პერიოდის გასვლის შემდეგ პირველი საფეხური, მეორე საფეხური, სტოა, შუა ნაწილი, წმინდათა წმინდა, ამის შემდეგ ხდებოდა მიახლება. რაც შეეხება ყოვლადწმინდა ამ 5 საფეხურის აღსვლის შემდეგ ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეყვანება წმინდათა წმინდაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უჩვეულოა იმის გამო, რომ ერთი მღვდელიც კი არ შედიოდა. და შედიოდა მღვდელმთავარი წლითიწლად, ანუ წელიწადში ერთხელ. აი ეს ახლა საიდან ვიცით, რომ წლითიწლად შედიოდა, რომ მღვდელმთავარი შედიოდა. დანარჩენ სხვა შემთხვევაში, რაც აღესრულებოდა ტრადიციულად და სჯულდებითად, ძველაღთქმაში იგივე ხდება ამ წმინდა გარდამოცემაშიც და ამიტომაც დაბეჭდებით და ასე ვთქვათ, თავამად ვამბობთ ამას, რომ წელიწადში ერთხელ ტრადიციით თანახმად მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა. და ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, რომ წელიწადში ერთხელ რატომ უნდა შესულიყო მღვდელმთავარი. ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის. აი ესეთი სიტყვა ნახსენები ბასილი დიდის წირვაში, თუ არ ვცდები წმინდა იოანე, უпростоრად ბასილი დიდის წირვაშიც მეორდება და უპირველეს ყოვლისა წმინდა იოანე ოქროპირის ჟამის წირვის დროს არის ნახსენები და აი ეს დამოკიდებულება არის ასევე ძველაღთქმისეული, რომ სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, პირადი ცოდვის გამო ითხოვს უპირველეს ყოვლისა, ნუ ცოდვათა ჩვენთათვის დააყენებ მათ სასულისა წმინდისა შენისა, ეს სიტყვებია ნახსენები და
და სხვა მრავალი, ანუ პირველ რიგში მკურნალო განიკურნე თავის შენ ეს პრინციპი მოქმედებს ღვთელმოქმედების დროს, ანუ ჩვენი პირადი ცოდვებისთვისაც ვითხოვთ შემდობას და რა თქმა უნდა ერისა უმეცრებისათვის, ანუ იმ გარე ერისათვის, რომელიც საკურთხევლის მიღმა დგას და ვინც არ დგას და ვერ იაზრებს ამის აუცილებლობას, როგორც ქრისტე ამბობს, სხვანიცაც ხოვარნი მიდგან და ისინიც რომ ამ სამწყსოს შემოვიდნენ. აი ამის გამო ხდებოდა ძველ აღთქმაშიც და ასევე ახალ აღთქმისეული გააზრებით, რა თქმა უნდა, ქრისტეს სისხლის და ხორცის შეწირვა, ეს ხდებოდა ძველ აღთქმაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ არ იყო გაკაცებული ღმერთი და იქ უკვე ასე ვთქვათ, ყოლა დასაწველი და პირუტყვის შეწირვა ხდებოდა. ამიტომაც იყო ნახსენები ძველ აღთქმაში სიტყვები ფსალმუნთა წიგნში შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერცხთასა. ხოლო ახალ აღთქმისეული ტარიგი, რა თქმა უნდა, არის ქრისტე და კრავი და ძველ აღთქმისეულ აი ამ ასე ვთქვათ შეწირვის მონაკვეთში წელიწადში ერთხელ შევდიოდა მღვდელმთავარი იმ გარემოების გამო, რაც უკვე ვახსენეთ და მღვდელმთავარმა გადაწყვიტა ჩვეულების დარღვევა და ასე ვთქვათ ტრადიციის დარღვევა და მხოლოდ არათუ მღვდელმთავარი, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შედის მასთან ერთად. აი ეს არის განგებულების განჭვრეტა, შეიძლება ითქვას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ არის ჩვეულებრივი ბავშვი და ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ასული და ის რომ მან ამგვარი უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, შეიძლება ითქვას და ესეთი არა ჩვეული ნაბიჯი იქნა მის მიერ გადადგმული, ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ სულიერი მდგომარეობა თუნდაც იმ მღვდელმთავრისა იყო განსხვავებული. აი როგორც დაუშვათ მირქმის დღესასწაულზე ხდება სულიწმინდის მადლით მოყვანება ჯერ მართალის ვიმეონისა და მერე ასევე წინასწარმეტყველი ანასი და აღივსო სულითა წმიდითა და იტყოდა. აი ესეთი მადლის მოხილვა იყო იმ მღვდელმთავარზე, რომელმაც შეიყვანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და სულიწმინდის კარნახით მოხდა ეს. რა თქმა უნდა, ეს არ იყო რაღაც ემოციური, ექსცენტრიული, დაუგეგმავი გადაწყვეტილება და პირადი და სუბიექტური შეხედულება. ეს იყო სულიწმინდის მადლით ნაკარნახევი. ისევე როგორც დაუშვათ წინასწარმეტყველის გამორჩევა ხდებოდა და წინასწარმეტყველი მოწაფე წინასწარმეტყველს დაიმოწაფებდა და განსწავლიდა აი ამ საქმეში, ასევე იყო სულიწმინდის მადლით ნაკარნახევი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეყვანება ტაძარში და ეს განსაკუთრებულობა, ამის გამო დაფიქრება, რატომ მიიღო მღვდელმთავარმა ამის გადაწყვეტილება. აი ჩვენ ვიცით ზაქარიას შემთხვევაში იონე ნათლისმცემლის მამამ აქ ამ შემთხვევაში ხედველობაში, როდესაც ხუდა კუმევა ის საკუმეველისა და იყო დამყოვრება მისი საკურთხეველში და ერის დგა და ელოდებოდა უწმინდა წერილი ამბობს და ხვდებოდნენ რომ რაღაც უჩვეულო რამ მოხდა. აი ეს დამყოვრება იმდენად განსწავლული იყო საღვთო მოქმედებაში ძველი აღთქმის მოქალაქე, რომ ღვთისმსახურების დროს ძალიან ყურადღებიანი იყო და როდესაც ფსალმუნში არის სიტყვები ნახსენები კურთხეულარს მომავალი სახელითა უბლისათა, მომავალში გულისხმობა მესიის განკაცება და ასევე ღმერთთან მიმართებაში რომ არის კურთხევა ნახსენები, აი მაგალითად სხვა ლიტურგიკული ტექსტი გვახსენებს ამას, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავლენმე სიმართლენი შენი. ანუ ამ კურთხევაში გულისხმობა ის რომ ყოვლად გამოუთქმელია შენი მადლმოსილება, შენი სიმართლით და მადლმოსილებით განვსწავლე მე და აღმავსე სულიწმინდის მადლით. ანუ ამ სიტყვების პერიფრაზი ხდებოდა ძველ აღთქმაში თავის ენაზე გამოთქვავდა ძველი აღთქმის მოქალაქე ამას, რომ ღმერთო შენი ნება მაუწყე, როდის განკაცდება მესია, როდის მაუწყებ შენ მასხონებელ მცნებას და როდის დავბრუნდები შენ წიაღში. აი ეს ათხოვარია ძველ აღთქმაში ასე ვთქვათ აღსრულებული და გაჟღერებული და ამისი დასაწყისი განგებულებისა დასაბამი არის დღეს, ამიტომ ნახსენები იწყება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებით, ანუ ეს უჩვეულო გარემოება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში მისვლა, საფეხურების ავლა, მისი მიცილება, მისი დარჩენა, უმტკივნეულო და ასე ვთქვათ, სრემლების გარეშე დარჩენა
დანაკლისის გარეშე ეს ყველაფერი უჩვეულოა და რადგან ეს უჩვეულობა ხდება ეს არის დასაწყისი იმ წინასწარმეტყველების აღსრულებისა რომელიც ესმა ძველი აღთქმის მოქალაქედ მაგალითად რა ესაიას წინასწარმეტყველება რომ ქალწული მიუძგება და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელს ემანუელს რომელიც თარგმანების თანახმად ნიშნავს ღმერთის ჩვენთან ყოფობას ესე იგი ამჟამის აღსრულება მოახლოებულია ისევე როგორც ადამიანთან მიმართებაში არის გაჟღერებული წინასწარმეტყველება რომ თესლი დედაკაცისა დადგუნავს თავსა გველისასა აი ამის აღსრულებას კაცობრიობა ძველი აღთქმისა მოელოდება და ძალიან დიდი ასე ვთქვათ სურვილი აქვს რომ მალე მოხდეს ეს და აი ეს უჩვეულო გარემოება ძალიან დიდ იმედს აძლევს ძველი აღთქმის მოქალაქეს რომ არც თუ ისე დიდი დროის შემდეგ ეს რეალურად აღსრულდება და ეს უჩვეულობა მომასწავებელია იმისა რომ მისგან მოხდება განკაცება უფლისა და რომ დამტევნელი იქნება დაუტევნელის. მამა იაკობ, აი დღევანდელ დღეზე ჩვენ სურვილებზე, ვალდებულებებზე მინდა გკითხოთ, რომ ერთგვარად პარალელი გავავლოთ ამ ფაქტსა და დღევანდელ რეალობას შორის. ის მოცემულობა და ის ფაქტი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, იმ საფეხურების გავლა, რაც ღვთისმშობელმა გაიარა, რას ასწავლის საუკუნეების განმავლობაში, რას ასწავლიდა კაცობრიობას და რას ასწავლის დღეს თანამედროვე ცხოვრებაში. აი ეს ფაქტი პირდაპირ მნიშვნელობით არის ალბათ ეს, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა იაროს ტაძარში, რა იაროს სულიერი საფეხურები, რომ წარემატოს სულიერ ცხოვრებაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში. თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი საცდური არის ის, რომ ეს წმინდათა ცხოვრება, ჰაგიოგრაფია, როდესაც მას ესმის, ფიქრობს რომ ეს სხვა ეპოქის ასე ვთქვათ გამოძახილია და ჩვენ ახლა შეუძლებელია რომ ამგვარი ცხოვრება აღვასრულოთ და ასეთი მოღვაწეობა, ასეთი სიწმინდის შენარჩუნება დღეს წარმოუდგენელია. რითაც ცდება ადამიანი, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში წმინდა ეკლესია ამბობს რომ ის აღმატებულია ქერუბიმებზე და სერაფიმებზე. რა თქმა უნდა, მისი მოღვაწეობის გააზრება, მისი მიძინების შემდეგ მოხდა, მაგრამ ასევე მოხდა ქრისტესთან მიმართებაშიც. როდესაც ქრისტე ჯვარს ეცვა, ამაღლდა და კვდეთით აღდგა, ამის გააზრება მოწაფეთა შორის მოგვიანებით ხდება. ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაშიც. ის რომ ქერუბიმებზე და სერაფიმებზე აღმატებული იყო მათ გვერდით, ამას ადამიანები ვერ დაიტევდნენ. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელმაც ამგვარი ცხოვრების აღსრულება შეძლო, ამგვარად განვლო ცხოვრება. და მნიშვნელოვანია ერთი რამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიწმინდესთან მიმართებაში. აი მაგალითად მარიამ მეგვიპტელი, გნებავთ შიო მღვიმელი, გრიგოლ ხანძთელიძე, ბევრი მოღვაწე მამა თუ დედა აი ამ სიწმინდის გზაზე შეიძლება ითქვას გამოირჩევა თავიანთი თანდათანობითობით, ანუ წარმატებით და განღრთობის, ასე ვთქვათ, უფლისაკენ სწრაფვით ზიაღმავალ კიბეზე თანდათანობით დაწინაურებით. მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ის უფრო და უფრო ემზადებოდა ამ დიდი საიდუმლოების და განგებულების დასატევნელად, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში რაიმე მავნეჩვევების უკუგდება თანდათანობით, ასე ვთქვათ, გამოსწორება კი არ იგულისხმება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიწმინდე უნიკალურია იმითაც, რომ ის ბავშვური უმანკოება და უბიწოება და სიწმინდე და ქალწულება, რომელიც მიემადლა, მან ეს შეინარჩუნა. ანუ სხვა ადამიანების შემთხვევაში, დაუშვათ კიდევ ერთხელ ვახსენებ მარიამ მეგვიპტელის და სხვა დედების შემთხვევაში ხდებოდა წარმატება და თანდათანობითობა, ანუ დახვეწა და გამოსწორება. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის აი ეს უნიკალურობა კიდევ ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ რას მიემადლა, ანუ არცა ნაოჭ ბრძვილისა, როგორც წმინდა წერილი და როგორც ასე ვთქვათ, წმინდა წერილი გვასწავლის ზოგადად, ანუ არანაირი ასე ვთქვათ, გაუკუღმართება და ცოდვისმიერი მიდრეკილება მასში არ ყოფილა. ამიტომაც აღსრულდა ეს დიდი საიდუმლოება, რომ მან დაიტია დაუტევნელი. ასევე არის ნახსენები, რომ საღვთო ცეცხლითო შენშიო შეიცხო ზეცისაპურიო. ანუ საღვთოპური, ზეცისაპური, ამაში გულისხმობა რა თქმა უნდა თავადვე ქრისტე და აი ეს პური და ცომი რატო არის ნახსენები ძველ ქართული თარგმანების თანახმად თბე არის პირდაპირ მნიშვნელობით ცომი, მაგრამ
თბეში ასევე საღვთისმეტყველო განმარტებით იგულისხმება ხორცი, ანუ ანატომიური ნაწილი. და აი ეს ყველაფერი არის საიდუმლოება. და აი ამ საიდუმლოების დასაწყისი, ანუ გაგებულებისა დასაბამი იწყება დღევანდელი დღით. აზრად მიყვანება არის უკვე ის დიდი და გამოკვეთილი ნუგეში და იმედი კაცობრიობისათვის, რომელიც აფიქრებინეს, რომ ახლოს არის ჟამი უფლის განკაცებისა და ჩვენი გამოხსნისა. ძალიან დიდი მადლობა მამა მადლობა. იაკობ. ვილოცავთ კიდევ ერთხელ და ვილოცავთ ჩვენს მაყურებელს. საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხაცთელის სახელობის ტაძრის ხელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი საუბრობდა სტუდიაში.